კიდევ ერთხელ ვნახოთ, რა ხდება სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარედ. უამრავი ადამიანია იქ შეკრებილი და ყველა ელოდება, რომ შეძლოს სამოქალაქო პანაშვიდზე შესვლა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი დაიკეტება 22 მარტს 2 საათიდან 8 საათამდე, რათა მოწესრიგდეს და მომზადდეს წირვისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიისთვის. ასევე რათა დაცულ იქნას დელეგაციების დასწრებიდან გამომდინარე უსაფრთხოების სტანდარტები. კვირას დილის 8 საათიდან კი ტაძარში დაშვება მოხდება მხოლოდ საგანგებო საშვებით. წირვა დაიწყება დილის 9 საათზე, ღვთისმსახურებას აღასრულებს სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად. 12 საათსა და 15 წუთზე ტაძარში ელოდებიან კონსტანტინოპოლის ახალი რომის მთავარეპისკოპოსსა და მსოფლიო პატრიარქს ყოვლადუწმინდეს ბართოლომეოს პირველს, რომელიც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან და საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად შეასრულებს უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის წესის აგების მსახურებას. უკვე 15 საათზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის გადმოასვენებენ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრიდან სიონის საპატრიარქო ტაძრისკენ ფეხით მსვლელობით. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადების მიხედვით, მრევლს, რომელმაც ტაძარში ვერ მოახერხა საპატრიარქთან დამშვიდობება, ამის შესაძლებლობა მიეცემა სამებიდან სიონის ტაძრამდე გზაზე სამგლოვიარო მსვლელობისას. მარშრუტის გასწვრივ ორგანიზებული იქნება ცოცხალი დერეფანი, ასევე მოსახლეობა შეძლებს ამ გზაზე დამონტაჟებულ მრავალ ეკრანზე თვალიადევნოს სრულ მსახურებას პირდაპირ ეთერში და სურვილისამებრ ყვავილებით მიაგოს პატივი უწმინდეს. ბოდიშ გიხდით და გთხოვთ გაგებით მოეკიდოთ არსებულ ვითარებას, ნათქვამია განცხადებაში. ხვალ სამების საკათედრო ტაძრიდან მას შემდეგ, რაც დასრულდება წესის აგების მსახურება, მისი უწმინდესობის ცხედარს ჩამოაბრძანებენ სიონის საკათედრო ტაძარში, სადაც ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ საქართველოს 8 კათოლიკოს პატრიარქია დაკრძალული. თბილისის სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარში პატრიარქის განსასვენებელი მდებარეობს ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეს ამბიონთან ახლოს, წმინდა ნინოს ჯვარსა და ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლ შორის, რომელიც უშუალოდ ილია მეორის დავალებით დაიწერა. სწორედ აქ შედგა საქართველოს ეკლესიის მე-12 კრება, რომელმაც იგი ეკლესიის 151 წინამძღვრად აირჩია და წლების განმავლობაში ღვთისმსახურებას აქ ატარებდა. დადასტურებულია, რომ რიგით 151 კათოლიკოს პატრიარქის დაკრძალვის ცერემონიაზე ჩამოვიდა ყველა ავტოკეფალური და ავტონომიური მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია. დელეგაციას გამოგზავნის ვატიკანი, დაკრძალვას დაესწრებიან სხვა კონფესიების წარმომადგენლებიც.